საქართველოს, რომელშიც გვეამაყება ცხოვრება. ქართველი მთავარ ამაყა! ხოდა ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. საქართველოში უნდა გათენდეს და აუცილებლად გათენდება. დღეს საქართველოს წინაშე მდგარი არჩევანი არ არის უბრალოდ საგარეო ვექტორების თამაში. ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. როდესაც ანტიდასავლური დემაგოგები კონსერვატიზმსა და ტრადიციებს ამოიფარებიან, მათ ერთი მარტივი სიმართლე უნდა გავახსენოთ. ნამდვილი კონსერვატიზმი, რომელიც იცავს ინდივიდის თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და ძლიერ ინსტიტუტებს, სწორედ რომ დასავლური პლურალიზმიდან დაიბადა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის გიორგი ლაბაძე, ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი. გიორგი, დღეს ჩვენ ბევრ თემას შევეხებით და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება ასევე ჩვენი მაყურებლებისთვის ეს თემები. ბუნებრივია, შენთან საუბარი ყველაზე საინტერესო იქნება მაინც ამერიკის ჭრილში და ამერიკის მიმართულებაში, იმიტომ რომ ეს არის მოკლედ შენი რაღაც სპეციალიზაცია. და მოდი მაინც დავიწყოთ ზოგადი თემებით. თუ კი წარმოვიდგენთ, რომ მოხდა ისე, რომ რაღაც წარმოუდგენელი ამბავი მოხდა, რომ ქართული ოცნება დათანხმდა რაღაც სამართლიან დებატებს დემოკრატიულს, არ ვიცი, სადაც თვითონ საუბრობს უბრალოდ იმდენი ხანსაც ასაუბრებს ხვეს და არ რაღაცა 30 და 40 წუთით მეც. აი ამ შემთხვევაში, სადაც მოკლედ თანაბარი პირობები გექნებათ ყველას დებატებში, ვინც კი მონაწილეობას მიიღებს. რა იქნება მოკლედ შენი ძირითადი და საწყისი არგუმენტი, თუნდაც არა მხოლოდ ქართული ოცნების, არამედ აი ფსევდოკონსერვატორების იქნება ეს ალტინფო თუ სხვა რაღაცა მსგავსი იდეოლოგიების წარმომადგენლების, რა იქნება შენი მთავარი საწყისი არგუმენტი მათი პლატფორმის დასანგრევად? მადლობა მოწვევის პირველ რიგში. ჩემი აზრით ძალიან საყურადღებო კითხვა არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე განვითარდა, ისე ვითარდება უფრო სწორად სოფლიოში, მათ შორის ევროპაში, ხა ჩვენ ვნახეთ საერთოდ გასულ დღეებში ლონდონში დიდი შეკრება, რომლებიც ბრიტანელმა მემარჯვენეებმა დააორგანიზეს. და ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ევროპული ცივილიზაციური, ტრადიციული მოვლენები უფრო და უფრო აქტუალური ხდება და პრინციპში ეს მემარცხენე მიდგომები ადამიანებს ყელში ამოუვიდათ. სამწუხაროდ, ხო, მოხდა როგორც იქნა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ჯერჯერობით ეს ასე არ არის დანახული და რაღაც პატარა ჯგუფებმა, რომლებმაც ეს ქარის დაბერვა, ესე ვთქვათ, შეიგრძნეს, მათ სურთ რომ თავიანთკენ გადაკაჩონ და ამასობაში ის დასავლური იდეა, რაც არის თავიდან ბოლომდე დასავლური იდეა არის ქრისტიანობაზე დაფუძნებული პირველ რიგში და ხა ოჯახის პრინციპზე როცა ალაპარაკი, ევროპა არის აი ამ ოჯახების და ჯერ თავიდან დაიწყო ეს შედარებით ოჯახების გაფეტიშება უფრო ელიტების და ლორდების დონეზე ევროპულ სახელმწიფოებში, შემდგომში ჩავიდა ქვედა-ფენებში და დღემდე მოვიდა ისე, როგორც ევროპის მახასიათებელი. ამ ყველაფერში ითამაშა დიდი წვლილი სწორად ქრისტიანობამ. და შემდგომში მალევე იქნება დასავლეთში იდეოლოგია, როგორც არის კონსერვატიზმი. სხვათა შორის იქვე ბრიტანეთში იქნება პარტიაც, მათ შორის მათ წინ უსწრებდა ტორების პარტია, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის რამდენიმე საუკუნეს ითვლის. და საბოლოო ჯამში ამას მიყვა მთელი ესეთი მოცემულობა, არა მხოლოდ თქვათ ბრიტანეთში, არამედ მთელ ევროპაში კონსერვატიული პარტიების, რომლებიც გაიშალა და იმ ტრადიციულ ღირებულებებზე იყვნენ ორიენტირებულები. ეხლა ქართულ რეალობაში კონსერვატორები ვინც დაირქვეს, ეხლა არ მინდა ამერიოს, არსებობს თქვათ, ხო, ზვია ძიძიგურის პარტია კონსერვატორები, რომელიც ძველია და არსებობს ეხლანდელი ბოლო დროს რეგისტრირებული კონსერვატიული მოძრაობა, რომელიც იბრალებს რომ არის კონსერვატიული, მაგრამ არის საკმაოდ ხისტად ანტიდასავლური და როდესაც შენ ამბობ რომ ხარ კონსერვატორი და ეს სიტყვა არის შექმნილი დასავლეთში, მოგონებული დასავლეთში და აბსოლუტურად აღმოცენებული დასავლეთში და უცებ გინდა თქვა რომ დასავლეთი ცუდია, მაგრამ მე კონსერვატორი ვარ, სულ ცოტა მნიშვნელობიდან გამომდინარე უხერხული გამოდის. სინამდვილეში ეს არის უბრალოდ ჯგუფი, რომელიც გარკვეულ ტრადიციებს ლობირებს, მათ შორის გუშინ ხა მაგალითად ოჯახზე იყო საუბარი და ამასობაში ხდება პროპაგანდა, რომ ევროპიდან გვაიზულებენ, რომ ოჯახები დავანგრიოთ და აი აქ ჩვენ ვართ ოჯახების დამცველები, რაც არის თავიდან ბოლომდე მცდარი და
მეორეს მხრივ კვლავ არიან იმ მოტივაციით, რომ იყვნენ არტი-დასავლელები, მაგრამ მე ვთქვათ კონსერვატორები. ეს არის გარკვეული ეგ პლატფორმა გამოდგება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტრადიციებთან დაკავშირებით, მიაჩნიათ რომ კონკრეტული ტრადიცია, ეს არის ქართული ტრადიცია, ამაზე შეიძლება კამათი. თუ რა არის ტრადიცია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ დავარქვათ გარკვეული ტრადიციონალისტები, ჩემი აზრით და არა კონსერვატორები, სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე. ის რაც დასავლეთში დღეს ხდება, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში და ევროპაში, ამას ეძახდნენ ჩუმ უმრავლესობას. ჩუმ უმრავლესობის თეორია გულისხმობს იმას, რომ თუ მაგალითად მცირე პოლიტიკური ჯგუფი ხმამაღლა საუბრობს გარკვეულ საკითხებზე და აქცენტებს სვავს სამიმართულებებით, ამასობაში არის ეს ჩუმი უმრავლესობა, რომელიც არც არ გამქრალა, მაგრამ თავისთვის წყნარად არის, იმდენად არის, არჩევნების დღეს ელოდება. ეს საკმაოდ ისე გამოიყენა რიჩარდ ნიქსონმა შესაძლოა ვიეტნამის ომთან დაკავშირებით თუცა იყო საუბარი, მაგრამ მაგის შემდეგ ჩუმი უმრავლესობის პრინციპი ძალიან ხშირად გამოუყენებიათ პოლიტიკოსებს. სინამდვილეში ევროპაში არის სწორედ ეს ჩუმი უმრავლესობა და ამერიკაში, რომლებიც რეალურად არიან ამ საკმაოდ ისეთი კონსერვატიული დასავლური ღირებულებების მომხრე, ტრადიციული ღირებულებების მომხრე და ისინი მოდიან დღეს უკვე შეაწუხათ ისინი რაღაც საკითხებმა და უკვე ხმამაღლა საუბრობენ ამ ყველაფერზე. როცა ეს ჯგუფი, რომელიც ხა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს კონსერვატორების ჯგუფი ეგრეთ წოდებული, ისე ხატავს, რომ თითქოს დასავლეთი გაქრა, დამთავრდა, გადაგვარდა, ყველანი არიან მემარცხენეები, ლიბერალები, როგორც ისინი ეძახიან. და ეხლა ჩვენ გავირყვნებით თუ რაღაცნაირად ამ ხალხთან დავაყარებთ კომუნიკაციას. ერთი რაღაცის აღნიშნვა მინდა, პარემ ჩაგეკითხები მაგ კითხვაში. წინა გადაცემებში მოკლედ ვსაუბრობდით და რაღაცა ტერმინები განსხვავებული აღქმა შეიძლება იყოს ამერიკაში ლიბერალის ან კონსერვატორის, ევროპაში შეიძლება სხვა იყოს. ჩვენთან რაღაცა ნარევი არის ხო, რაღაცა ევროპული და ამერიკული. მოკლედ, სადაც არ უნდა თქვა ერთი და იგივე სიტყვები, შეიძლება ეს აღქმული სხვანაირად იყოს, ხო? ამერიკაში ეს იქნება რაღაცა უფრო ლიბერალურ სოციალისტთან დაკავშირებული, ხო? როცა იტყვი რომ ლიბერალი ვარო, ესე იგი იქ აპრიორი ეწინააღმდეგე მოკლედ რაღაცნაირად კონსერვატიზმს. და მსგავსად ევროპაშიც რა ზუსტად იგივე სიტყვები რო თქვა, განსხვავებული აღქმა ექნება. თუ კი ჩვენ მაინც შევჯერდებით და რაღაცაზე დავიწყებთ საუბარს, ან მარტივი მოცემულობამდე რაც მივალთ, რაზეც ყველა თან ხდება რაღაცა მეინსტრიმს მიღმა, რომ არის რაღაცები და ძირეული საკითხები, რაზეც ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი თან ხდება, ხო? ეს რაღაცა ბევრი რაღაცა არის, რაზეც განსხვავებული აზრები არ აქვს არც ერთს და არც მეორეს რა. ერთის მხრივ როცა საუბარი არის რომ რაღაცა ლიბერალიზმი ინდივიდუალურ თავისუფლებას პატივს სცემს, კერძო საკუთრებას პატივს სცემს და რაღაცა ზუსტად იგივენაირად უფრო ძლიერად და მეტად თუ არა ამ ყველაფერს პატივს სცემს და ამისთვის იბრძვის კონსერვატიზმი რა. ეგ ამბავი მგონია მე, ამიტომაც ეგ ცოტა უნდა გამომიჯნოთ. თუმცა ჩვენ რეალობაში რო ჩამოვიდეთ, ხო, ჩვენ ვიცით მაინც აღქმები რა არის, კონსერვატორი არის ჩამოგვიდგება სურათი ერთის მხრივ კლასიკური კონსერვატორის, მეორეს მხრივ ცოტათი დამახინჯებული ვერსიის იდეოლოგიურად, შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, იდეოლოგიურად რაღაცა დამახინჯებული კონსერვატული მოძრაობის, რომელსაც აპრიორი რაღაცა ეს სწორია თუ არ არის სწორი და რაღაცა ობიექტურია თუ არა, აპრიორი მიკერებული აქვს რუსეთუმეობა, ხო? ამ საკითხში მოდი ღმა და შევიდეთ, უბრალოდ მე ერთი მარტივ რაღაც მაინტერესებს, როგორ შეძლეს ამ ადამიანებმა ვიღაცებმა, ეს მათი რაღაცა სიძლიერის ბრალია თუ პირიქით ვიღაცების სისუსტის ბრალია, რომ ამ ადამიანმა შეძლეს არალიბერალურმა პოლიტიკურმა ძალებმა რომ ეს კონსერვატორის რაღაცა არ ვიცი ის მიიკრან და თქვან და მათ რაღაცა შემცირებელი სიტყვაში არ ყავდეთ. იმიტომ შეძლეს რომ მარტოდ ვთქვათ ვაკუუმი იყო ჩვეულებრივი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ამ მიმართულებით, როგორც უკვე თქვით ეს კონსერვატიული პარტია რაც რეგისტრირებულია 90-იან წლებში მე მგონი უკვე ფაქტორად აღარ ფუნქციონირებდა. ეს ვაკუუმი, რომელიც თან ახლა კარგი სახელია, ხო? კი. იმიტომ რომ ნახევარი დასავლეთი მართლა კონსერვატორად მიიჩნევს თავს. ახლა ჩვენ ზოგჯერ ვსაუბრობთ ხოლმე შეერთებულ შტატების ახასიათებაზე, ცუდია რომ წარმოგიდგება ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან სხვანაირი ფენომენია. ეხასი უფრო არის ამერიკა ვიდრე ნიუ-იორკი. ხო, აქედან გამომდინარე, ის ხალხი, ვინც ცხოვრობს შტატებში და თავს მიიჩნევს ამერიკელად და ხოლმე ბევრჯერ არის ხოლმე ხო საუბარი რომ აი ერი არის თუ არა ამერიკა ხო? ხა მაგ ხალხს რო უთხრა რომ ერი არა ამერიკა, იქ რაღაც სხვადასხვა იერარქიები აქვს სახეებზე შეიძლება გამოიყენონ. ასე რომ ეს ხალხი მიიჩნევს თავს კონსერვატორად და ჩვენ როცა ვსაუბრობთ რომ
თქვათ, ცუდი სალამძღავი სიტყვა კონსერვატორი, ეს ასე არ უნდა იყოს. არ უნდა, არც არის კიდევაც, არ უნდა იყოს არც. უნდა გავმიჯნოთ აი ამ ხალხისგან, რომლებიც ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე რაღაცნაირად ოღონდ გაიმეორონ, ანუ რუსეთიდან წამოსული პროპაგანდა და მეტი არაფერი არაა თითქოს მათ დღის წესრიგში სამწუხაროდ. ასე რომ როცა საუბარია აი ამ ლიბერალიზმზე ასევე და კონსერვატიზმზე, ლიბერალიზმი სრულიად სხვა ფენომენი იყო მოგვეხსენებას ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ დაახლოებით ისევე როგორც ეს გააკეთეს აქაურმა ჭალებში კონსერვატორებმა, იგივე გააკეთეს ლიბერალებმაც სტატებში, რომლებმაც მოეწონათ ახლა სიტყვა ლიბერალი, ძალიან კაი სიტყვაა ზოგადად და მემარცხენე მოძრაობებმა მაქსიმალურად ეცადნენ რომ თავიანთვის ყოფილიყო აფილირებული ლიბერალიზმი ეს გამოვიდათ კიდევ. გამოვიდათ ძალიან კარგად, ამიტომაა სწორედ რომ დღის გომარებით უკვე კონსერვატორები ცდილობენ რომ ეს სიტყვა ეს ხალხი მის მემარცხენეები არიან დაარქვან მემარცხენეები. თვითონ დემოკრატები კიდევ ვინც რაღაცა ცდილობენ რომ ამისგან თავშორს დაიჭირონ, რაღაცა მოდერატ დემოკრატებს უწოდნენ საკუთარ თავს, რაღაცა ამბავი არის. ამერიკისთვის რაღაცა მაინც არსებობს ამბავი, ისა რა ქვია, ესეთი მიმდინარეობა რომ თითქოს რუსეთი არის თავარი მეტოქი, რაც იდეაში არ არის ეგრე ხო დიდი ხანი ამერიკისთვის და ალბათ დიდი ხანი კიდევ იქნება პირველი მეტოქე ჩინეთი და არანაირად რუსეთი, იმიტომ რომ ბევრი მიზეზი არსებობს იმისა თუ რატომ არ. ხო, ამაზე მეგონი ვთანხმდებით, აი ეს შენი აზრი უფრო აუცილებლად. თუმცა კონკრეტულ სიძლიერეს რო თავი რო დავანებოთ, მე მაინც ამერიკისთვის მინდა ამერიკაში რაღაცა ერთ სისუსტეს ვხედავ ისევ და ისევ ინსტიტუციონალიზმის გამო, იმის გამო რაც ჩამოყალიბდა ამერიკის შემთხვევაში და მაინტერესებს შენი აზრით როგორ შეძლებს ამერიკა რომ ეს დაბრკოლება გადალახოს, ანუ რას გულისხმობ. ჩინეთს აქვს ეს უპირატესობა, რომ მას შეუძლია დაილოდოს იმას, რომ მაგალითად ტრამპი შეიცვალოს და სხვა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვინც იგივე წინააღმდეგობას ან საერთოდ სხვა სტრატეგიას გამოიყენებს ჩინეთთან და ამერიკას მის შემთხვევაში, ხო? ჩვენ ხედავთ იმას, რომ იქ არის დემოკრატიას თუ ჩვენ განვიხილავთ როგორც ხელისუფლების ცვალებადობას, მაქსიმალური დემოკრატია არის, ხო? იშვიათი არის, რომ ორი თერმით იყოს ერთი პრეზიდენტი, ან თუ ავიღებ ჩვენ სენატს თუ კონგრესს და ასე შემდეგ, იქაც ყოველთვის, მოკლედ, თუ საუბრობთ რაღაც ორპარტიიან სისტემაზე, მონაცვლეობა არის ხოლმე რა, რაღაცა ხან დემოკრატები არიან უპირატესობაში, ხან რესპუბლიკელები არიან, ხან რესპუბლიკელი პრეზიდენტი არის, ხან დემოკრატ პრეზიდენტი არის. თავით დავანებოთ იმას, რომ რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შიგნითაც კი არის განსხვავებული აზრები და საგარეო პოლიტიკაზე ფიქრები განსხვავებული და ყველა სხვანაირად აღიქვამს. ამ ჯგუფებს შიგნითაც ანუ ეს მე მგონია რაღაცნაირად არა ნაკლი, არამედ სისუსტე ისევ და ისევ ჩინეთის ხასიათი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, რომ მას აქვს იმის ფუფუნება, რომ ყველაფერი დაგეგმოს გაცილებით ხანგრძლივი ვადით ვიდრე ამერიკას. ამაზე რის თქმა შეგიძლია იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად მან უგეშებ რომ ცოტა უკეთ. ძალიან საინტერესო დაკვირვება არის ეგ ახლა რაც ბრძანიან, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ისტორიას, ეგ საშიშროება ნამდვილად არის, რომ ადმინისტრაციების სრულებასთან ერთად რაღაცა მიდგომებიც არ შეიცვალოს, თუმცა სინამდვილეში პრეზიდენტების ვადები დიდწილად არის ხოლმე ორი ვადით გრძელდება ხოლმე, ეხლა რომ მოვყვეთ ჩვენ, ხო? იქნებოდა ეს დვაით აიზენჰაუერი 50-იან წლებში ან მე კენედი გვახსოვს, ხო? კენედის ყოლობა ეს ცოტა გამონაკლისი შემთხვევაა, ნიქსონიც ორი ვადით იყო და მე გადააყენეს, რეიგანიც ორი ვადით იყო. ფაქტობრივად ჯორჯ ბუში უფროსი იყო რეიგანის გაგრძელება, კლინტონის გვახსოვს რომ იყო ორი ვადით. და მე უკვე უმცროსი ბუში, რომელიც ასევე ორი ვადით, ობამაც სამწუხაროდ ორი ვადით. ხო და ტრამპი ხა ტრამპი უკვე მეორე ვადაა. კი, ასე რომ რეალურად ეს სისუსტე არის, ზოგადად დემოკრატიას ახასიათებს სისუსტე ყველა შემთხვევაში. კი, არის კი და ჩინეთთან შედარებით ხა ძალიან საინტერესო რამე, იმიტომ რაც თქვი, რომ ჩინეთი თავისი ხასიათით ზოგადად მართლობასთან დაკავშირებული ხასიათით, რაც დაკავშირებული აი ძალიან დიდ ნებისყოფასთან და მოთმინებასთან სწორედ კარგად ჯდება ამ კომუნისტური პარტიის შეუძლია რომ თავისუფლება მისცეს. კი, მაგრამ ამერიკას აქვს ერთ საინტერესო მომენტი, რომ მაგას რაღაცნაირად აზღვევს. თუ საშინაო პოლიტიკაში ცვლილებები შესაძლებელია მოხდეს საკმაოდ ესეთი რადიკალური, თუ როცა შეიცვლება ადმინისტრაციები. საგარეო პოლიტიკას ეგ მაინც და მაინც არ უკავშირდება, ოღონდ გულისხმობ აი სისტემურ მიდგომებს და არა თქვათ ერთი რომელიმე ქვეყნისთან დაკავშირებულ მიდგომებს. აი სწორედ ეგ იყო, არის თუ მიაქციეთ ყურადღება, როდესაც
ბილ კლინტონს და პუტინის შორის შეხვედრის ისინი გამოვიდა. გრიფი მოეხსნა. კადრების გარდა საუბარსაც მოეხსნა გრიფი, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოხსნა, სადაც ბილ კლინტონი პირდაპირ ეუბნება პუტინს, რომ მოდი ეხლა მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას და მე ბუში ამას ვეღარ შეცვლის. რაღაცას იმიტომ რომ უნდა რომ განიანაგებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება დაედო რუსეთთან. ანუ თავად პრეზიდენტი ამბობდა იმას, რომ შემდეგი პრეზიდენტი მაინც და მაინც ეგეთი მოქნილი არ არის იმაში, რომ გადახედოს ესეთ მსგავს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას. იგივე მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა და ჩინეთი წამოწია როგორც მთავარი საწინააღმდეგო საკითხი, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვეღარ არიდა თავი იმას, რომ ჩინეთზე გაეკეთებინა მაქსიმალური ორიენტირი მასაც. მეტიც საერთოდ მithumetas გარდამავალ პერიოდში და საერთოდაც იმხელა ტარიფები დაადო ბაიდენის დროსაც ესე იგი გადაზიდვებზე ჩინეთს რომ აი საქართველოს მაგალითს კი რომ მოვიყვანოთ ჭირდა თქვათ ჩინური პროდუქციის გადმოტანა დროულად და იგივე ფასებით რაც მანამდე იყო. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ მოახდინა არა მხოლოდ ამერიკაში გავლენას და იმის თქმა მინდა ამით რომ სინამდვილეში ეს მემკვიდრეობითობა არის. უბრალოდ დღეს ვართ ჩვენ ესეთ ტექტონიკური ძრების პირობებში, როდესაც დაიხურა USAID, ხო? დაიწყო ომი ირანში. მაგრამ აი სანამ მინდა რომ არ დაგავიწყდეს ეგ პოინტი, მაგრამ მე მგონია რომ მე დამავიწყდება ეს. USAID-ზე მეც რაღაცა ცალსახა აზრი მაქვს, რომ რაღაცა კორუფციის ბუდე იყო ერთის მხრივ, კონკრეტული მიმართულებები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო არ უარყოფს ეს იმ კარგ რაღაცებს, რასაც აკეთებდა ხო USAID ერთი მიმართულებას შეგვიძლია. ანუ მან ჩემი ფორმულა არის ის, რომ USAID-ს სჭირდებოდა არა დახურვა, არამედ რეფორმა და რაღაცნაირად ცვლილება ხო ამ ყველაფრის. იმიტომ რომ თან ამერიკის რაღაცნაირად ძირითადი სტრატეგია რა იყო ხო მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ რბილი ძალა და ამერიკა რაღაცა უფროსი ძმა ყოველთვის შენგბერდით იქნება ერთგული პარტნიორობის შემთხვევაში და ასე შემდეგ და USAID რაღაცა მე მგონია რომ ძლიერი იარაღი დააკლდა და ამაზე რას ფიქრობ შენ რაღაცა თუ მეთანხმები იმაში რომ რეფორმა უფრო სასარგებლო იქნებოდა ამერიკისთვის თვითონ პირველ რიგში ვიდრე დახურვა რა. ხო, საკამათო მომენტი არის ძალიან ნამდვილად. მე ვისაც ვეკითხები მაგასთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირი მოსაზრება აქვს და მეაშინოთ რომ USAID უბრალოდ რო იტყვიან თავის გასაკეთებელი გააკეთა და დაამთავრა, მაგრამ ალბათ ამერიკამ უკვე უნდა გამონახოს რაღაც ალტერნატიული, ესე ვთქვათ, გამოვლენები იმის თუ როგორ განახორციელებს თავის საგარეო პოლიტიკას. ეხლა აი პირდაპირ ვთქვათ, ხო? დაწყებული ეხლა USAID ძველი ამბავია, მაგრამ ძირითადად USAID-ის ძალიან მემარცხენედ გადახრა იწყება ბუშის მეორე ვადიდან და ობამამ საერთოდ აბსოლუტური რევოლუცია მოახდინა USAID-ში და მოვიდა აქამდე, როდესაც უკვე მიუღებელი იყო კონკრეტული პოლიტიკური მიმართულების ადამიანების, განსაკუთრებით ხა ტრამპის გუნდზე მაქვს საუბარი და რუბიოსაც ძალიან პირდაპირი და ძალიან ღია ისა აქვს დამოკიდებულება მაგასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იყოს USAID. მაგრამ რეალურად საქმე იმაშია, რომ თუ მაგალითად USAID-ის მეშვეობით ხდებოდა აი ამ უფრო მემარცხენე და დემოკრატებთან აფილირებული იდეოლოგიის მხარდაჭერა, ამერიკელები დღეს მუშაობენ, რომ რაღაც გამონახონ ფუნდამენტის საფუძველი, რომ ხარი დაუჭირონ უკვე მემარჯვენე იდეოლოგიებს. USAID point 2 ხო? ხო, ანუ რაღაცა იმიტომ რომ რაღაცები, ანუ ეს რაც იყო იარაღი იყო ხო ამერიკისთვის და საგარეო მიმართულებით რაღაცა უბრალოდ აი ჩვენი მეგობრები ეს რაღაცას მიხვდნენ, რომ შეუძლებელია მათ შორის ამერიკის შიგნით მიზნების მიღწევა მემარჯვენეებისთვის რესპუბლიკელებს გულისხმობ, თუ მათ არ ეყოლებათ პარტნიორები მსოფლიოში. იქნება ეს ევროპა, მაგიტოა რომ ჩავიდა ორბანთან არჩევნებზე ვენსი, რუბიოს ჩავიდა. ვენს მაინც ყველა დასცინის, რომ სასიკვდილო კოცნებს უგზავნის ყველას. მაგიტოა პოლონეთის პრეზიდენტს რომ გამოუცხადა მხარდაჭერა ტრამპმა ნავროსკის არჩევნებამდე. ნუ ეხლა ნახოთ სავარაუდოდ ბრიტანეთის არჩევნებთან დაკავშირებითაც რაღაც გავს ექნება ადგილი. ჩვენ ხედავთ რომ მარინ ლეპენს უჭერენ მხარს იქ რაღაცა. და ლეპენს სხვათა შორის კარგი ის ყავს, რა ქვია, ახალგაზრდა კაცი ყავს. ბარდელა, ხო? ბარდელა ხო, ნუ არ ვიცი, ნახოთ. ხო, რაღაცა პოლიტიკური რაღაცა განსხვავებების და მიუხედავად, მაინც
რაღაცა ისეთი სანდომიანი და რაღაცა ისეთი ჰაბიტუსია რაღაცა მაგაზე ხო რომ სიამბლე ის არის რომ ისეთმა ქარმა დაუბერა ახლა რომ აი მაგალითად მე მაქვს მოსმენილი ეს ისტორია რომ ლეპენის мама ხო მარინ ლეპენის мама აღარ მახსოვს რა ქვია მაგაც მაგის კაბინეტთან ევროპარლამენტში გავლა ის იყო რა ქვია არ შეიძლებოდა რა ანუ ნორმალური ადამიანებისთვის კონვენციური სიბზნე იყოს იცი რომ ამის კაბინეტთან არ უნდა გაიარო თორე ძალიან ცუდი იარლიყი შეიძლება აგიყიდოს ხო და დღეს უკვე რამის ჰაიფშია ამათი პარტია. კი, პირველად გულზე არის ხო ბარდელა არის. ხო, ასე რომ სრულიად სხვანაირად უბეროს ეს ქარი და მაგიტო ლაპარაკობ მე ამდენს და მადლობა რომ შენც ლაპარაკობ ამაზე რომ ეს ჩვენ თუ ქართულ საზოგადოების შიგნით ეს თუ რაღაცნაირად არ გამოვნახეთ ამასთან დაკავშირებით დისკუსიისთვის დრო და შემდგომში ქმედებაზე არ გადავიდა კონკრეტული ჯგუფები ეს დარჩება ლაპარაკად და ამას გამოიყენა მეც ხალხი ვის შესავალში ვახსენე. არაფერი არ შეიძლება მოკლედ და სასიკეთოდ კი არა პირიქით უარესობის. ხო, ანუ აქ იმ ხალხს რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო პოლიტიკაში და მოდ პირდაპირ ვთქვათ, რომ კონსერვატიული არ ყოფილა ეხა არავისი პოლიტიკა, მაინც და მაინც ზუსტად გამსახურდიაზე თუ არ დავიწყოთ ლაპარაკს, ხო? მაინც და მაინც არც ნუ ოცნება გასაგებია თავიდანვე სოციალისტების წევრები იყვნენ და უწერიათ ხო პირდაპირ ნუ მიშა სააკაშვილი ხა პოპულისტი იყო, მაგრამ ნუ თავად მის პარტიის წევრების გამაქვს მოსმენილი რომ არ ყოფილა ეხა კონსერვატორი ეს ადამიანი რა. ხო და აქედან გამომდინარე ის ხალხი ვინც ამდენი ხანი პოლიტიკაში იხარშებოდა ისინი ვერ ნახავენ თავიანთ მოკავშირეებს უკვე სრულიად გარდაცვალებულ ევროპაში. მეორე მხრივ ევროპელებს არ უნდათ ეს რუსები, რომლებიც ლიბერალები და კონსერვატორები არიან, მაგრამ ვიღაც უნდათ რომ აქ ქონდეთ კომუნიკაცია, ხო? მაგიტოა რომ ზოგიერთ ჯგუფებს აქვს გარკვეული კონტაქტების დამყარების, ესე ვთქვათ, გარკვეული პერსპექტივა თუ სხვები, რომლებიც ნამდვილად პროდასავლელები არიან, ნამდვილად ევროპის კომაგები არიან, ამერიკის კომაგები არიან, არ ჩაერთვებიან საქმეში. შესაბამისად, ეს ქმნის დიდ ვაკუუმს ჩვენ ქვეყანაში და ამაზე მეტი დაფიქრებაა საჭირო. თუ ჩვენ შემთხვევაში მოხდება ისე რომ რაღაცა დავიწყებას მიეცემა რაღაც საქართველოში ქართველების მხრიდან საბჭოთა ოკუპაციას ან ამ რეალობის მინიმიზაციაზე თუ ვისაუბრებთ ჩვენ ან იმას რომ რაღაცა ისტორიის გადაწერის მცდელობებს ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით და რაღაცა რა უშუალო საფრთხე შეიძლება მოიტანოს ამან და ანუ ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ასევე იმ მაგალითად მარტივი ფაქტით რომ თუ ჩვენ მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ მთელი მსოფლიო თანხდება ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე რომ მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს ხო განსხვავებით საბჭოთა კავშირის ვერსიისგან რომლის რაღაცა გონებაში ომი დაიწყო 1951 წელს და მარტივი არის მან შენ საუბრობდი ამ ბოლოდროინდელ პოსტში მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე და პირდაპირ მნიშვნელობით გადანაწილებაზე ხო პოლონეთი ამაზე აქტიურად საუბრობს რომ ომი დაიწყო არა 51-ში, არამედ 39-ში და ეგ იყო ზუსტად ამბავი, ძირითადი პროპაგანდა საბჭოთა კავშირის მხრიდან. მე კი არ სიამოვნებს დიდად რა მაინც რო გვიწევს ამ საბჭოთა კავშირის საუბარი ქვეყანაზე რა ქვეყანათა გაერთიანებაზე რომელიც უკვე დიდი ხანია დაიშალა. სამწუხაროდ ფაქტი არის ის, რომ ბევრი ბოროტება და ბევრი რაღაცა სისუსტე, მინუსი, არ ვიცი, ჩვენ შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის ამბავი მთლიანად ხო რაღაცა დაკარგული ტერიტორიები, ხო, ყველა მეზობელს ჩვენს თურქეთი იქნება, ეს სომხეთი იქნება, აზერბაიჯანი, რუსეთი იქნება, ყველას მოკლედ რაც გააჩნია რა რუკებით ხელმძღვანელობთ ჩვენ, მაგრამ თუ მაგალითად ხელმძღვანელებთ იმით, რასაც აღიარებდა მთელი მსოფლიო, ხო, თავის დროზე 1918-1921 წლებში, მაშინ ცოტათი უფრო მეტი მიწა გვეკუთვნის. თუმცა თავი რომ დავანებოთ ამ 1918 წელს, ჩვენ გვაქვს ხო ცოტა უფრო მოგვიანებით, აი უკვე 90-იან წლებში ახალი რუკა, რომლის 20%-ზე მეტზეც წვომა არ გვაქვს. მასშტაბის ზიანი შეიძლება მოგვიტანოს რაღაც ფაქტების დავიწყება, ამ დამახინჯებაზე თვალის დახუჭვამ, არ ვიცი და რაღაცა პროპაგანდასთან რაღაცა უბრძოლველად დანებებმა. სტალინი მაგიტო ძალიან ვერაგი ადამიანი მაგიტო იყო ზუსტად, რომ მან მოახერხა რომ ერთის მხრივ ებრძოლა გამოცხადებულიყო რომ ფაშიზმისთვის მთავარი მებრძოლის სტატუსი და მეორე მხრივ ფაშისტებთან ერთად გადაინაწილა ევროპის აღმოსავლეთ. ბრავო, არის იყო ვინმე მე-20 საუკუნეში სტალინზე დიდი ქართველი? ანუ დიდი ქართველი არ ვიცი, მაგრამ ადამიანი როგორც ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეხა
ძალიან რთული მოსაძებელია. ხო, ანუ მე ჩემი პოზიციაც ახლა მანდ რა არის, რომ რაღაცა ბევრ რაღაცაში, კი არა და რთულია რაღაცაში რომ დაეთანხმო და გაყვე, მაგრამ რაღაცა მის სიდიდესთან რაღაცა ხო, არა, მაგას ეხლა ობიექტურ მოცემულობას არ ვეკამათები. ვერან ვერ ვაკეთებ. ბოლოს და ბოლოს, მაგას იყო ჩერჩილის მოცემულობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კომუნიზმს თავიდან ბოლომდე და არ ეთანხმებოდა რუზველტს რაღაც შერბილებაში პოლიტიკის სტალინთან დაკავშირებით, მაგრამ ჩერჩილს აჯობა საბოლოო ჯამში ამ სტალინმა და რუზველტსაც, იმიტომ რომ უგულებელ ყოფილი იქნა ის ალტერნატიული გეგმები, რასაც ჩერჩილი ამბობდა და ადვოკატირებდა, რუზველტი მერე გარდაიცვალა და ჩვეულებრივად, რაც წარმოდგენა ჰქონდა რუზველტს, რო თქვა, შეიძლებოდა საბჭოთა კავშირთან რაღაცნაირი ურთიერთობა, დაიმსხრა მას შემდეგ, რაც აღარ იყო უკვე რუზველტი და მალევე დაიწყო ცივი ომი, რკინის ფარდა და ყველაფერი, ხო, რაც ჩვენ კარგად ვიცით. და ეხლა პროპაგანდა სამწუხაროდ ისეთ რაღაცეებს გვატყუებს, აი დაწყებული 1921 წლის ნოვე ჟორდანიას მთავრობის გაქცევით, ხო? და ეხლა ნოვე ჟორდანიას მთავრობა ჩემი ფავორიტი პროგრამით ნამდვილად არ გამოირჩევა და არც ჩემი, მაგრამ სიტყვა და მაგალითად რომ ხა იბრძოლა იმ ხალხმა რა შეეძლო იბრძოლა ხა იქ თუ გადავალთ ჩვენ ქედზე, თელეთის ქედზე, საიდანაც შეტევები იკეთდებოდა ქვემო ქართლიდან დაიწყო შეტევები თელეთის ქედზე გრძელდებოდა იქიდან შემოვიდნენ თბილისში. ანუ ისე მოხდა რომ აფხაზეთიდანაც შემოვიდნენ და თელეთის ქედიდან ვერ შემოვიდა წითელი არმია. იმის გამო რომ მე ქართულ ჯარს არ იყო რაოდენობა და ლილოს მხრიდან ვერ დაიცვეს პოზიციები, უკვე შემოვიდნენ ლილოს მხრიდან და მე აზრი აღარ ქონდა პრინციპში დაკავებული იყო თბილისი თელეთის ქედზე ბრძოლას. აქედან გამომდინარე ხა იმის თქმა რომ ძალიან მახინჯი და ჩემს მოღალატეობრივი პროპაგანდაა ის რომ დაარქვა სულ 3 წელი ვიყავით ბოლო 200 წელში ხა თუ 90 და 91 წლებს ის ამბებს გამოვაკლებთ ბოლო 200 წელში 3 წელი ვიყავით დამოუკიდებელი და იმის თავრობას უწოდო რომ მოღალატეობრივია გაიქცა ჩემი აზრით მეც არ მომწონს დიახ მაგრამ ხო მოღალატე მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეხლა იგივე როცა საუბარია ხოლმე ხა ეკლესიასთან დაკავშირებულ ბრძოლაზე აი ამ თავრობისგან როცა პროპაგანდას როცა გადავალთ მაგაზე საუბარზე ისინიც ეკლესიასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესეს იმიტომ რომ მემარცხენეები იყვნენ სოციალისტები იყვნენ ანუ მოვიდნენ ბოლშევიკები დაანგრიეს ეს ეკლესიები და მაგაზე არაფერს აღარ ამბობენ და იმათ რომ მიწა წაართვეს და რაღაც შეზღუდეს მაგაზე ბევრს ლაპარაკობენ ასე რომ ეხა სტალინიზმით იმის გამართლება რაც ნოე ჟორდანიას რაც არ მოგწონს მე არ ვიცი ეს ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია პროპაგანდა მაინც ძირითადად თავს ესხმის რას ისტორიულ მეხსიერებას ხო ისტორიული მეხსიერება რაღაცნაირად განუყოფელი ნაწილი გახდა თანამედროვეობაში ჰიბრიდული ომის ხო რაღაცა აპრიორიც ჰიბრიდული ომი მაგას გულისხმობს რომ რაღაცა არა საომარი მოქმედებებით და ფიზიკური განადგურებით არამედ სხვა ხერხებითაც ებრძვის შენ მოწინააღმდეგეს შენი აზრით რამდენად კარგად სასაცილო არის ქართული ოცნებასთან რაღაცა ამ პასუხისმგებლობაზე საუბარი მაგრამ მესამე პირის გადმოსახედიდან საქართველოს რამდენად კარგად იცავს იმიტომ რომ ესენი რა შეცდომებსაც არ უნდა უშვებდნენ ხოლო მათი შეცდომები არ არის ხო ეს საბოლოო ჯამში ჩემზე და შენზე და ჩვენს ქვეყანაზე ახდენს გავლენას და მაგიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ამათი შეცდომებით ჩვენ ვზიანდებით საბოლოო ჯამში და შენი აზრით რამდენად კარგად ართმევენ ამ პასუხისმგებლობას თავს რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გვიჭირს ამასთან გამკლავება ერთი მარტივი მიზეზის გამო სამწუხაროდ პროპაგანდის მხარეს არის ძალიან დიდი რესურსები ძალიან ბევრი ხალხი ანუ ჩემს მაგდენი ხალხი არ უნდა იყოს ანუ ქვეყანას საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს რეალურად პრობლემას ის უქმნის რომ სამწუხაროდ აი ამ მეორე მხარეს რაც დაკავშირებულია თავიდან ბოლომდე ყველანაირად რუსულ და ჩინეთის შემოტანად შეიძლება მაგრამ ანუ ახლოსაც კი არ არის ჯერჯერობით ამ მიმართულებით რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებულ ნაწილს გულისხმობ რომ ძალიან მარტივია თეთრზე შავია და ამდენი ადამიანი მას შეცვალოს ვიღაც ახალგაზრდებას დაიწყეს ბოლოს გააქტიურება სამწუხაროდ ამ მიმართულებით ეს ქმნის თავად პრობლემას თორე ეს რომ არ იყოს აი რომ არ ყავდეს ეს გარკვეული რაოდენობის ხალხი ხო გაუჭირდებოდა მტერსაც ჩვენთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან დაპირისპირებოდა ბრძოლა ეს ხალხი ამისთვის ძალიან ნეგატიურ როლს თამაშობს. ეხლა მაგალითები ძალიან ბევრია, მაგალითად ეხლა ოკუპაციის მუზეუმი რო ავიღოთ, ხო? რომელიც არის ისტორიული მეხსიერების შემქმნელი. და
მე ჩემთვის რამდენადაც ცნობილია რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო საუბარი ამ ოკუპაციის მუზეუმის ხარდაჭერაზე. დღეს ლამის პირიქით არის რომ ამ ოკუპაციის მუზეუმი ოღონდ დაიხუროს თუ რა მიმართულება ხდება არ ვიცი, რომ არ გამოჩნდეს, რომ აი როგორი რა გამოუიარეთ ამ რუსული იმპერიალიზმის და შემდგომში საბჭოური იმპერიალიზმის ქვეშ. ასე რომ ეს ყველაფერი თავს იჩენს შემდგომში ახალი თაობებს რამდენად აქვს ეს ინფორმაცია. საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს დაკარგვის წინაშე, იმიტომ რომ თუ ადამიანმა არ იცის რომ ასეთია მისი ეროვნული სახელმწიფო, მე ძალიან უაზრობაა იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმე მის დაცვაზე დაიწყოს ლაპარაკი. შენი აზრით რა იქნება მოკლედ გარდამტეხი მომენტი რუსეთის შემთხვევაში, უკრაინასთან კონფლიქტის შემთხვევაში, რა იქნება შენი აღმოსახედიდან გარდამტეხი მომენტი, რომ რუსული სისტემა ჩამოიშალოს საბოლოო ჯამში. ეს ყველაფერი და ჩვენი როლი რა არის ამ შემთხვევაში, ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ ამის ფონზე? საერთოდ როდესაც იგივე დასავლეთში, იგივე ამერიკელები როცა უყურებენ რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოს, რომ მათთან რაღაცნაირი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან ჯართან დაკავშირებული ურთიერთობები აწარმოონ, ყოველთვის თვალისწინებენ ხოლმე ესეთ რაღაცას, რამდენად მოწყვლადია ის. იყო პერიოდი ომის დაწყების პროცესში განსაკუთრებით სუთავიდან. ამერიკელებს მიესწრათ, რომ უკრაინა იყო ამერიკის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებისთვის და სიძლიერისთვის გარკვეული პრობლემა, გამოწვევა. ამიტომაც იყო ბაიდენისგან შეთავაზება ზელენსკიზე, რომ გაგიყვანდა ხო პირველ 24 საათში ხო. მაგრამ რაც დრო გავიდა, უკრაინამ დაამტკიცა სრულიად საპირისპირო. რომ ეხლა მიმი არის, რომ ნატო უნდა შევიდეს უკრაინაში, ხო, თუ მიიღებსო თუ გამომიღეცა კასპაროვმა თქვა. ეს არ არის სასაცილო საერთოდ, იმიტომ რომ დღეს, ესე იგი, უკრაინა აწარმოებს იმდენი ისეთი რაოდენობის დრონებს, ტექნოლოგია ყველაზე გასწრაფი, ხო. რაც ამერიკას ეხლა ახლანდელი მოცემულობით შეუძლია აწარმოოს ახალ 10 წელში. შეიძლება მეტიც დაჭირდეს. რა თქმა უნდა, ეს არის შედარებით დაბალფასიანი დრონი, მაგრამ მაინც რაოდენობრივად ისახდენ სიმხელა გავლენას ფრონტზე, რომ მაგიტო ხედავთ ჩვენ კვირაში 1000 ზაფხულს ჯარისკაცს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? დაახლოებით რაოდენობები რომ ავიღოთ. შესაბამისად, უკრაინის ეხლანდელი სამხედრო პოტენციალი არის არათუ უკვე გამოწვევა დასავლეთისთვის, არამედ ეს არის მისთვის დიდი დამატება და პირიქით გაძლიერება. რაც არის ხოლმე ყოველთვის მაგალითად აი ნატოში შესვლის წინაპირობა, ნატოში როცა შედის, ესე იგი, ქვეყანა როცა აკეთებს განაცხადს ამაზე, მას არ უნდა კონდეს უსაფრთხოების პრობლემა, ეს არის ხოლმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და უკრაინის შემთხვევაში ეს უსაფრთხოების პრობლემა კი არა ხდება სრულიად საპირისპირო. უკრაინა არის თუ უკრაინა გადაწყვეტს, თქვათ, რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან, რომ დაეხმაროს ამ სახელმწიფოს, ეს პრობლემა კი არა, ეს არის მისთვის დიდი პლუსი. ანუ ამ მიმართულებით მიდის ახლა უკრაინასა და რუსეთის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეს თუ გაგრძელდა ასე, როგორც დღეს გრძელდება, სავარაუდოდ რუსეთს ძალიან გაუჭირდება ის, რომ რაღაცნაირად ეს თავისი სისტემა შეინარჩუნოს და აქ ბოლოს სიტყვა უნდა თქვან დიდმა ძალებმა, ისევ როგორებიც არიან ჩინეთი და შეერთებული შტატები, რუსეთი კარგავს რელევანტურობას. და მე ამაზე მინდა გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი და რატო? როდესაც ამერიკელები უყურებდნენ რუსეთს და რაღაცნაირად მისი არ დაშლა და მისი შენარჩუნების საკითხი იდგა. მნიშვნელოვანი ამბავი იყო მათთვის ეს. ეს უკავშირდებოდა მხოლოდ ჩინეთს. ჩინეთს, რომ ჩინეთთან დაუჭირდება რუსეთი. თუ ამერიკა შეძლებს, რომ ჩინეთთან რაღაცნაირად დაალაგოს ურთიერთობები, კი არ დაალაგოს, ჩემი ცოტა მე ხარ რომ ვკითხოთ ამ სამიტმა დაალაგება კი არა ჩვენა ჩინეთმა რაღაცაზე უარი თქვა. როგორც მე ვკვირდები და რაღაცები დაათმობინოს პირდაპირ თქვათ და ნახეთ ჩვენ რომ დათმო ეს ვენესუელას საკითხი დათმობილია, კუბას ჯერი მალე დადგება, ირანის საკითხი რომ ვირტუალ იარაღი არ უნდა კონდესო სი ძინპინმა განაცხადა, იქ როგორ განვითარდება კიდე ირანში მოვლენები მაგასაც ვნახავთ. მან საინტერესო იყო ის მთელი რიტორიკა გამოჩნდა ერთ მარტივ სიტყვებში, ხო, როცა სი ეუბნება ტრამპს ისტორიულ მაგალითს სთავაზობს იმის რომ აი სპარტელებისა და სპარსელებისთან დაკავშირებით. აი მაგ პარალელს როცა ავლებს, ხო, მე მაგის ანხილვა რომ წამოვიდა, ეგ გულისხმობდა მარტივ რაღაცას, ხო?
არ ქონდა მნიშვნელობა ვინ დარჩა გამარჯვებული იმ ომში, იმიტომ რომ ორივე მხარე იმდენად ძლიერ დაზიანდა და განადგურდა, რომ უკვე რაღაცნაირი რელევანტურობა ორივემ დაკარგა და იგივე სიტუაციაში არიან ჩინეთი, ამერიკა და მაგას სი ძინპინი ამბობს, იმიტომ რომ როგორც ჩანს, პირველ რიგში მისთვის არის მისი ხედვა, ჩინეთის გადმოსახედიდან არის მასე. ანუ როგორც ჩანს, ის თვითონ ხვდება, რომ ომი რომ იყოს, ჩინეთი ვერ გაიმარჯვებს ამ ომს. გამარჯვებული არ იქნება. ეხლა უნდა ამერიკას დაანახოს, რომ ვერ შენ გაიმარჯვებ. ამაშია საქმე. რეალურად როგორ არის ეს კიდე მეორე თემა? რეალურად და მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეხლა განსაკუთრებით ამერიკელ მომხმარებელს და ჩვეულებრივ მოქალაქეს ჩინეთთან ომი ნალა დაჭირდება, იმიტომ რომ ნახევარი ბაზარი თუ არა, ბაზარის დიდი ნაწილი ჩინეთზე არის აგებული. ასე რომ ამ ყველაფრის გადატანა და გადმოტანა სხვა ადგილებზე ძალიან საერთოდ ადამიანები გაოცდილებებს. მათი ძირითადი განსხვავებები ტაივანის ამბავი იქნებოდა, ხო? ნუ რა თქმა უნდა, საერთოდ მე როგორც ვაკვირდები, დღეს რეგიონალიზაციას რო ამბობენ, ეს არასწორია ძალიან. ამერიკა რეგიონალიზაციით არ დაკმაყოფილდება და მას გლობალური გავლენები უნდა. უბრალოდ ეს არ არის ახალი და ეს დღევანდელი. ყოველთვის ასე იყო. უახლოეს სამეზობლოში დიდ იმპერიებს, დიდ ქვეყნებს უნდათ უფრო მეტი გავლენები ვიდრე შორეულ ქვეყნებს. ხა ეს ძალიან მარტივი რაღაცა არის, ხო? დაახლოებით გავს რაღაცასთან გვაქვს ადგილი, როცა ამერიკა ამბობს კატეგორიულ უარს, არანაირი შანსი, არანაირი საშუალება არ უნდა კონდეს ჩინეთს და რუსეთს, რომ ამერიკის უახლოეს სამეზობლოში მონროს დოქტრინაზე როცა იყო ლაპარაკი, ხო? ნუ მე არ ვეთანხმები რომ მონროს დოქტრინა სხვა რაღაცაა, მაგრამ ნუ თქვათ რომ გულისხმობს რაღაც დონეზე, ხო? რომ არც ვენესუელაში, არც კუბაზე იქ ნიკარაგუას პრობლემა არ უნდა იყოს მსგავსი. ეს ნახევარსფერო ჩვენი არის. ჩვენი ნახევარსფეროა. დანარჩენზე ვისაუბროთ ეხლა. და რაც შეეხება ჩინეთის, კი არა, ხა ტაივანი განიხილება ამერიკისგან, როგორც ჩინეთის ნაწილი, ხა ანუ არ აღიარებს ტაივანს სახელმწიფო შეტევები, ხო ასე? არა, აქამდე არც ჩინეთის ესეთ ცალსახად, არც ჩინეთის ნაწილად აღიარებდა. ნუ ერთი სახელმწიფოს პრინციპს მაინც შეტევები, ის რა ქვია, ცნობს. ანუ ორივე ანუ ლავირების საშუალებას და იმას იტოვებდა ამერიკა და აი ხა გადაწყდება ალბათ მაგრამ. კი, და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა სი ძინპინი სავარაუდოდ თუ მას მოუწევს და აუცილებლად მოუწევს ახლა ამას არავინ აღარ კითხავს ჩინეთს თქვა ამერიკის სამეზობლოში რა მოხდება შეიძლება დაახლოებით იგივეს ითხოვდეს ტაივანთან დაკავშირებით მაგრამ ნუ მე მეეჭვება რომ ჯერ ერთი კონფრონტაცია დაიწყოს და თუ დაიწყება კონფრონტაცია მეეჭვება რომ ამერიკამ დახმარება არ გაუწიოს ტაივანს მეორე კითხვის ნაწილი რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოების თემას გამოგჩა გადავოდით ძალიან ჩინეთზე ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ანუ ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ მეთქი რომ ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმას რომ უყურებდეთ რა ხდება რეგიონში უყურებდეთ როგორ არის გაზრდილი დასავლეთის ინტერესი რეგიონის მიმართ და ეს გამოვლინდა სომხეთში ერევანის დიალოგით და ევროკავშირის სომხეთის სამიტებით გამოვლინდა იმით რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ იძახის რომ ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ ვიზამთ საქართველოს გარეშე ევროინტეგრაცია გამორიცხული არისო ამას თეთრი ჩავზე ამბობს ეს ადამიანი რომელიც დაინტერესებულია ამ ყველაფრით და გამოვლინდა ერთი მარტივი რაღაცა რაც როგორც უყურებ ხდება ხოლმე რაღაცნაირად თაობაში ერთხელ ეს არის საქართველოს როლი და საქართველოს ფუნქცია ითამაშოს როლი დასავლეთის და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით გულისხმობ ცენტრალურ აზიას და ევროპას და შეერთებულ შტატებს ეხლა რა არის განსაკუთრებული ამაში ცენტრალურ აზიაში მინერალებიდან გამომდინარე და ნავთობიდან გაზიდან გამომდინარე რესურსია ხო რესურსებიდან გამომდინარე როგორც ამ სახელმწიფოებს თავიანთ მხრივ ის ევროპის სახელმწიფოებს აქვს ინტერესი ამ ქვეყნებთან ურთიერთობის ჩვენი რეგიონის გარეშე ისინი ერთმანეთს ვერ დაუკავშირდებიან ანუ რუსეთით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს აქამდე მაგალითად აი ყაზახეთის დრუჟბა ქვია თუ რაღაც მაგნატობსადენს სადენი არის რომელიც გადის ყაზახეთიდან და ჩადის აღმოსავლეთ გერმანიაში მაგრამ უცებ მოელანდა რუსეთს და გადაკეტა ეს დრუჟბა რომელმაც დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ რას იზამენ აღმოსავლეთ გერმანიაში ანმართულებით აი იპოვეს ალტერნატივა და ასე რომ დაკარგა იარაღი ხო ასე რომ ესე იგი ევროპა გასაგებია რომ რუსეთზე გასულ აი ამ გზებს აღარ ენდობა და აღარ შეიძლება ენდოს, აღარ შეიძლება მასზე იყოს დამოკიდებული.
ნუ სამხრეთში ეხლა რა ხდება და რა მოხდება კაცმა არ იცის, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი დარჩება როგორც ჩანს. ძალიან არაპროგნოზირება და არასანდო ერთეულად და დაუჭირთ ეს ჩვენ ხო რაღაცა ბურგერის ეს სამი სახელმწიფო აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველოს სახით, რომლებსაც ამიერკავკასიის სეიმი რაღაცნაირად უნდა იტვირთონ ეს ფუნქცია და ეხლა ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი ფუფუნება უკვე, რომელიც მაგის გამო ეხა შევარდნაძე ბევრს არ მოწონს და არ ვიტყვი, მაგრამ აი რა ვიცი რაღაც დონეზე უნდა დავლოცოთ ეს კაცი იმის გამო რომ აი ეს ბაქო-თბილისის ჯეიჰანის ნავთობსადენი რაღაცნაირად კი არა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ამის საშუალებით საქართველოს მაშინაც მოეპოვა ფუნქცია და ეხლა რო ვაკვირდები მაშინდელი აი ამ სამუშაოებით დღეს ფუნქცია უფრო მეტად ემატება. წარმოვიდგინეთ აზერბაიჯანიდან გადის ნავთობი და გაზი ესე იგი გამოდის ჩვენზე და თურქეთიდან მე მიეწოდება ევროპას. და მან კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, რაც ისევ შევარდნაძემ გათვალა. როცა ეუბნებოდა აი ამ დემირელის და ალიევს, რომ მამა ალიევს, ხო? მამა ალიევს. ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ ეს ნავთობსადენი და გაზსადენი ბევრს ატარებდესო და გავზადოთ მოცულობა. და რატო? აი ერთ დღესაც ირანს სანქციები მოეხსნებაო და ირანი შეძლებს თავისი ნავთობის ექსპორტს მარტივადო და ჩვენ მე ეს გამოგვადგებაო. ეხლა ირანს სანქციები როდის მოხსნება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ალტერნატიული ენერგიები ცენტრალურ აზიიდან სწორედ ამ შედეგს აკეთებს, ასეც შევარდნაძე აკეთებდა აქცენტს. ამიტომ ნუ ეს საოცარი რაღაც გათვლა იყო. არა, მის ჭკუას და განათლებას ეხლა არსებობს ისე გადაწყვეტილება, ხო, უნდა უარყოფ. რაც გამოდის, რომ ჩვენ გვაძლევს რეალურ მნიშვნელოვან ფორას. მე რასაც ვაკვირდები ამის გამოყენებას კი არა აქ ადგილი. ევროპის ლამძღვას აქ ადგილი. არა, ჩვენ სიტყვა არ ევროპაზე ცუდიო და ისე. მან ესეთი რაღაცა, ევროპა იმის გამო, რომ არასანდოდ მიიჩნევს რუსეთზე ამბობს უარს. ამ ხელა სახელმწიფოზე. და შენ თუ არასანდოდ მიგიჩნია, ვინ ხარ? ხო? რუსეთთან შედარებით გეოპოლიტიკურ წონაზე როცა ალაპარაკი. რაღაცნაირად ის მაინც გააკეთა, რომ სანდომიანი გახდე. იქნებ ვიღაცამ ყურადღება მოგაქციოს მეტად და აი ამ მომენტში ჩაჯდე. ამ მომენტში თუ ჩავსხდებით ჩვენი უსაფრთხოების ხარისხის გაიზრდება, ეკონომიკის ხარისხის გაიზრდება და ლოგისტიკური ესე ვთქვათ ფუნქციას ბევრად უფრო მოიმატებს. აი იგივე ამერიკელები, რომლებიც ხა ევროპასთან მაინც კარგად არ არიან, ხო? განსაკუთრებით ბრიტანეთის პრემიერი არ მოსწონთ და მაკრონი არ მოსწონთ და ეგ მერციც მაკრონი მეც არ მომწონს და სტარმერი მეც არ მომწონს. ხო, სტარმერი აბსოლუტური კატასტროფაა, მე ვკითხოთ, მაგრამ აი ეს მერციც ბოლო დროს არ მოწონთ. ხა, ეს ყველაფერი რო ავიღოთ, ხო? ეს ან ზოგჯერ არ ხდება ხოლმე, ისე ამათ უნდათ ხოლმე რომ ხარი დაუჭირონ ამერიკას ევროპასთან ბრძოლაში. ხო, უნდათ კი. ხო და ან ამერიკას რა თუნდა ჩვენი ის ბრძოლაში მხარდაჭერა ევროპასთან, ან ჩვენ რაც გვინდა ევროპასთან დაპირისპირება ასე დონეზე, ჩვენთვის არის გაუგებარი. როცა შეერთებული შტატები ჩვენ ფუნქციას ასევე ხედავს ევროპასთან ურთიერთობიდან გამომდინარე. თუ ჩვენი ფუნქცია მოიშლება ამ მიმართულებით, ხო? მაშინ ამერიკაც ვერ დაინახავს მაინც ევროპის ლანძღვით ეს მნიშვნელობა კი არ იმატებს, პირიქით იკლებს. იმიტომ რომ ამერიკელები ხვდებიან, რომ ამათ ევროპასთან არეული აქვს და მე ხა რაც უნდა დავაძალო, აზია რა აქვს, სხვა ალტერნატიულ გზას მოუნახავ. და მაგიტომაც იყო ეს ვენსი ჩასული იმაში სომხეთში, აზერბაიჯანში და არა თბილისში. ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ერთხელ ნათქვამი აღარ წაიშლება, არც მეხსი აქედან ვერ ამოშლი ხო და თან ამის ისის არსებობს, რა ქვია, ინტერნეტში რაღაცა ყველაფერი არის ცხადად. ხო, ვაკვირდებოდით ამ ადამიანების რიტორიკას, ისევ და ისევ მარტივი რაღაც ისი გამოგანა, რაღაც უმნიშვნელოვანესი რაღაცა იდგა ევროპის ლანძღვის იქით და მიღმა, ხო, რატო შვებოდნენ ამას. მარტივად რომ პროპაგანდისთვის ესე ჭირდებოდათ, ხო, რაღაცა გაიგივება ევროპული ცივილიზაციის, ევროპის კავშირის. ნუ ადამიანებს დროშაზე აქვს პირდაპირ მშობით, რელიგიური დროშა აქვს რა. ბევრს არა აქვს თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს და კიდე რამდენიმე ქვეყანას და ევროკავშირზე 12
ვარსკვლავი, რასაც ემსახურება ეს ვიცით მოკლედ და აი ამ ყველაფერს გაიგივება მეინსტრიმში და ხალხის აღქმაში უნდათ ძალიან პრიმიტიულ და ბანალურ რაღაცებამდე. ვიღაცებთან ეს ამან გაჭრა, პირველი პრეცედენტი არის ამ ხელა ის რა ქვია, შედეგების მქონე, ხო? ეკონომიკურ სავირო დავანებოთ ეს რაღაცა კონტინენტური ევროპა და მას ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნები არიან რიგი გამონაკლისი ქვეყნებისა, სადაც ომი არ არის ფიზიკურად, ხო? მოყოლებული მეორე მსოფლიო ომიდან, ომი არ ყოფილა და იქ ტყვია არ გასროლილა, ნუ პირდაპირ გაგებით არა, ხო, რაღაცა კრიმინალს მაინც რთული არის მთლიანად რომ აღმოფხვრა. ხო და ამის გაიგება უნდათ ქართულ ოცნებას რაღაცა არ ვიცი ძალიან მარტივ და პრიმიტიულ რაღაცებამდე, რასაც მე უკვე პროპაგანდაში იყენებენ. პროპაგანდა ჩვენ ქართულ რეალობაში ბევრ რაღაცას ეხება და შეეხო და რაღაცა. ჩემი აზრით რაღაცნაირად ყველასთან რა უნდა გქონდეს ჩვენ, მორალური რაღაცა პედესტალი ჩვენიცედაც გვაქვს, არ უნდა ჩამოვიდეთ ამ მორალური პედესტალიდან, ქართული ოცნება რომელიც რაღაცა თავი მოაქვს, ხო, ქრისტიანი მართლმადიდებელი და ამ შემდეგ ჩვენ გვახსოვს 2024 წელს რა ბანერები და პლაკატები გააკეთეს, ხო, მთელ ქალაქში ერთის მხრივ იყო მშვიდობა და მეორეს მხრივ უკრაინული ეკლესია დანგრეული, ხო, ოღონდ ისევ და ისევ, ანუ უკრაინელებს ვაბრალებთ იმას, რომ რუსეთმა უკრაინის ეკლესიას ესროლა ბომბი, ანუ თვითონ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ეს მათთვის პრობლემა არ არის. და ერთადერთ ჩვენად შეგვიძლია ის არის, რომ რაღაც მარტივ ფილოსოფიაზე ჩამოყალიბდეთ ყველა, ხო? რაღაცა ყველას -1 ამბავი იქნება ეს თუ უფრო სხვა მოცემულობა და ნებისმიერი, ხო, მათ შორის თუ ჩვენ ვიძინა ივანიშვილს და ეგ რაღაცა პარადიგმა წინააღმდეგობრივი მე რაც არ მომწონს, იმიტომ რომ ადამიანები ერთის მხრივ განიხილავენ ვიძინა ივანიშვილს და მის მმართველობას ეგზისტენციალურ საფრთხედ ქართული რეალობისთვის და საქართველოსთვის და მეორეს მხრივ რაღაცებზე უარს ამბობენ, რაღაც მეთოდებზე უარს ამბობენ, რომ ებრძოლონ ქართულ ოცნებას, ხო, რაღაცა ან რომელიღაცა პარტიასთან მე არ დავდგები, ან რაღაცა ნაბიჯს არ გადავდგამ და რაღაცა და ეს ეროვნული ინტერესი და ეს მარტივი დოგმა რაც არის, რომ ჯერ საქართველოს, ხო, ყველას ავიწყდება საბოლოო ჯამში. იმედი მაქვს მე ცოტა ჩემ თაობასთან ერთად, ჩემზე ცოტა უფროსებიც რაღაცა ახალ თაობებით და რაღაცა სწორი ფასეულობები, ღირებულებები, რაც ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან სწორი არის, ზუსტად მან დევს, ხო? ეგ გაგვაერთიანებს ჩვენ და შევძლებთ რა ერთხელ და სამუდამოდ, რომ შედეგამდე მივალთ, ხო, მე რა პოსტავის სიტყვებს დაუბრუნდები ისევ და ისევ, შედეგამდე მივალთ, თავისუფლებას მივახწევთ, თუმცა ამ თავისუფლებისთვის მე ბრძოლას არ შევწყვეტ რა. თქვენი თაობა ზოგადად გამონაკლისი საბედნიეროდ არც საქართველოშია. გულისხმობ იმას, რომ მთელი დასავლური ვახსენეთ, ხო, ჩვენ ციკლი რომდენად. კი, მემარჯვენეები მოძლიერდნენ და აი რო წარმოვიდგინოთ ჩვენ როგორ არის, იცით? აი ესე იგი ინგლისში რო ავიღოთ, ან შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით მაღალია ეს სტატისტიკა. 18-30 წელის შუალედში მოიმატა ესე იგი ეკლესიაში ზიარულის რადიკალურ ციფრებს ურტყამს ეგ ისინი სტატისტიკა. დაოჯახების სურვილებმაც აქვია იბრძოლებთ თუ არა ქვეყნისთვის ამ კითხვაზე პასუხის კი ის ვინც ამბობს მაგათმა რაოდენობამაც და მე რო ვაკვირდები თქვენმა თაობამ ეხლა მაქვს ურთიერთობა მოსწავლეებთანაც და სტუდენტებთანაც და აი აშკარად უფრო სწორად უყურებთ ამ ნაციონალიზმს, უფრო გამზაფრებული გაქვთ, ვიდრე თქვათ 10 წლის წინ მე რო თქვენი დაახლოებით თქვენი დასაკში ვიყავი, როგორ მსჯელობდნენ მაშინ მოზარდები. ის რაც მე ვლაპარაკობ, სწორედ მაგასთან გამომდინარეობს და მაგისკენ მიდის, რომ ამ ბავშვებმა დაინახონ და კიდევ უფრო დარწმუნდნენ თავიანთ მნიშვნელობაში და იმაში, რომ მათ ბევრი მეგობარი და მოკავშირე ყავთ თავიანთ ქვეყნის გარეთ, ჩვენ ქვეყნის გარეთ. და ესე იგი ეს მოძრაობები აი რაც იყო მართლა წინა წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, სხვათა შორის ახლა მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო, ცენზურა ხო არ გვადებს, მაგიტოა აქ ჯდომა კარგი და არა ზოგიერთ სტუდიაში, რომ ცენზურა არ გვადებს. ევროკავშირმა დაუშვა უდიდეს შეცდომა. მან ფაქტობრივად წლების განმავლობაში რაღაცნაირად შავსიაში შეიყვანა ის ორგანიზაციები, რომლებსაც ნაციონალისტური ერქვა, უწოდა ბევრმა მე ქართულ მედიებზე შოვინისტები, ქსენოფობები, რასისტები, ულტრანაციონალისტები, ულტრამემარჯვენეები, ეს დაეთყო მე ხო გურამ ფალავანდიშვილი ჩვიდეთ მაინც ხალხს უარბლებდა და მაგას ეძახდნენ ულტრამემარჯვენეს და საკუთარ თავზე შეურაცხყოფა დაღვიქვი ხო თუ მე და ესო ერთი და იგივე იმაზე ვართ მეთქი და მე სხვა შორის ეხლა უკვე კონსერვატორები ხუმრობენ მაგაზე რომ ულტრამემარჯვენე არის პოლიტიკოსი, ვიდრე პრეზიდენტი არ გახდება, მე ხდება მემარჯვენე. მე ხდება მემარჯვენე. ვოუკიზმი ყველაზე მეტად ევროპის კავშირის და ევროკავშირის ქვეყნებს შეეხო.
არ ვიცი, ფილმები იქნებოდა ეს, წიგნები იქნებოდა ეს. ეხლა რასაც ვნახეთ, ხო? სამწუხაროდ ნოლანის არის, ხო, ეს ისე რა ქვია. და ტროაზე ფილმს რო იღებენ და ჩვენ ვნახეთ, ხო, აქილევსი რას გავს, ელენა რას გავს. კი, მაგრამ ხალხს ყელში ამოვიდა, ამასობაში ჩვენ ხედავთ შვიდი სამეფოს რაინდს, რომელიც სრულიად საპირისპირო არის მაგ შეხედულებებისგან და რაღაცნაირად აღვიძებს ამ ღირსების და მსგავსი საკითხებს. კიდე კაი გაიმარჯვა ტრამპმა რა, მაგრამ დედას გეფიცები, აი გულწრფელად მიხარია. არა იმიტომ რომ ტრამპის ქმედებები შეიძლება მომწონდეს, არამედ მე რიტორიკის გამარჯვება უფრო გამიხარდა ანტივოუკისტური რიტორიკის რა. ადრე თუ გვიან თუ ტრამპი არა სხვა მაინც იქნებ ხო და კარგია რა. მაგრამ ტრამპმა ფაქტობრივად აიღო, კი, თავის თავზე ტყვიაც აიღო ხა თავის თავზე კაცმა, ხო, მეტი რა უნდა ქნას ადამიანმა. რომ ეს რაღაცნაირად ეს მოძრაობა დაწყებულიყო. ეს მოძრაობა უკვე დაწყებულია. ეს ძნელი გასაჩერებელი იქნება და როგორც უკვე თქვით, ჩვენ საზოგადოებაში უნდა ვიფიქროთ მეტი თუ როგორ შევუერთდეთ ამ მოძრაობას ჩვენს ევროპელ ძმებს და არა დავიწყოთ მათი ლანძღვა და მათში უმრავლესობაში ვიღაც მემარცხენე გენდერული იდეოლოგიის ხარდამჭერების, არამედ სრულიად საპირისპირო, რომლებიც ნამდვილად არიან უმრავლესობა. რაც არ იყიდევაც, ხო? რეალობა რაც არის, ზუსტად ხო რაღაცა რეალობის ცვლილებას არის. ნუ საინტერესო ნოტაზე გავჩერდით და დიდი მადლობა მინდა. პირიქით. გადაგიხადო აქ მოსვლისთვის. მადლობა საინტერესო დიალოგისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ეს ვიდეო.